არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებით ის საპატრიარქოს კომისიაზე კვლავ დაიბარეს. როგორც სასულიერო პირმა განმარტა, ის სამშაბათს 14 საათზე არის დაბარებული. შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს საპატრიარქოს ეპარქიულმა კომისიამ დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან იკვეთებოდა დისციპლინური, ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისთვის შეუფერებელი სხვა ქმედებები. პატრიარქის ბრძანებით კი არქიმანდრიტი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდა. თავად სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ მის დასასჯელად ოლიგარქის რეჟიმი საპატრიარქოს იყენებს. მიზეზი კი მისი აქტიურობა და უსამართლობასთან შეუგუებლობა. სინოდალურ კომისიაზე უნდა გაიყვეს, მე სწორს ვამბობ მაგათ შეცდომაზე თუ არა. ამიტომ შეუძლებელი ეს გამოდის, რომ პროკურორი არის მოსამართლეც. ანუ ბრალმდებელი მასამართლებს. და ეგ საერო გაგებითაც შეუძლებელია ასეთი რაღაც. არსად არ ხდება, არც ჩვენი ეკლესიის კანონებით ხდება, მაგრამ ჩვენთან როგორც ოცნება მოსპო კანონები, ისე ეკლესიაში მოსაღწრებ მოსპო კანონები და მოსპო არათუ კანონები, არამედ სინოდი. სინოდი არ არსებობს, სინოდი არ იკრიბება, სინოდალური კომისია არ არსებობს. ამიტომ მე მაშინაც ვითხოვდი, ეხლაც ვითხოვ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს სინოდალურ კომისიაზე და ამ სინოდზე უნდა იყოს ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული პირადად ჩემს მიმართებაში, არამედ რომლებიც ერკვევიან იმ მეუფე სტეფანეს წვალებულ სწავლებაში და ესეთი მღვდელმთავრები არიან. პირდაპირი კავშირია მასთან. პირდაპირი კავშირია მთავრობასთან. მთავრობას აწუხებს ის, რომ მე ყოველდღიურად იქ ვარ და ამავდროულად როცა მთავრობამ ტროტუარზე დგომის გამო ხალხის დაჭერა დააპირა, მე გამოვაცხადე პარაკლისი და ვთქვი თან ვოლსკიც ვახსენე, რომ ის ამბობს, რომ თითქოს მე არ ვლოცულობ და ეხლა იმედია ლოცვის გამო არ დამიჭერენ და ეს რა თქმა უნდა არ მოეწონათ და მით უმეტეს ახალი ცხელი ჩამოსულია ეხლა პუტინიდან ყობახიძე, რომელსაც დავალება აქვს, რომ გააჩუმოს ყველა რუსის მოწინააღმდეგე მღვდელი იქნება თუ ერი თუ ბერი. ამიტომ ეს პირდაპირ დავალებაა მათი. შეგახსენებთ, რომ ამა დოროთე საეპარქიო კომისიაზე სამშაბათისთვის დაიბარეს. ხვალ საღამოსის ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ არგუმენტებზე, მიზეზებზე, რა შეიძლება მოყვეს ამ პროცესს.